საღამომშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს ნინო სამნიაშვილი გაგაცნობთ. შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო გამოშვების განმეორებით ნახვა ხვალ დილის 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი. გვიყურეთ სილქნეძე მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. ახლა კი დღის მთავარი თემების ანონსი. პრობლემის გამო ვერ ავიღე მოსავალი ჩატვა. ხორბლის უხვი მოსავალი, მიზერული ფასი და მექანიზაციის პრობლემა. რა მიზეზით ვერ მკიან ქიზიხში ხორბალს და ვინ არის პასუხისმგებელი, რომ მათ პრობლემები მოუგვაროს? Წლევანდელი წელიწადს არ არის ვამთავრეთ. ერთ-ერთი ეს არის დეფიციტი კომბაინების და მეორე არსებული კომბაინების საკმაოდ სიძვირი. საპროტესტო აქციის მიუხედავად თუშეთში მისასვლელი გზა არ გახსნილა. ახმეტის გამგებელი კი ამტკიცებს, რომ გზა გაწმენდილია. რა საფრთხე ემუქრება თუშეთში ტურისტულ სეზონს. არ შეიძლება ეგეთი რაღაცა, მთელი ეს ჩვენი ორი სოფელი მაღაზია ვარ დამოკიდებული. მაგ ტურისტზე ვარ დამოკიდებული. ორი კვირის წინ ვიყავი, ტექნიკა არ არის, გზა არ არის. ზოგადად რაღაც ფოტოდადოვითონ ფოტოშოპით გაკეთებული, მინდა უთხრა ნუ შეშინდებიან, არანაირი პრობლემა არ არის. კენკროვანი ხილის პლანტაციები გურჯაანში და ევროპის ბაზარზე მოხვედრის პერსპექტივა. ევროპა მზად არის საქართველოდან კენკროვანი ხილი და ჩირი იყიდოს, ქვეყანაში კი ამ პროდუქტის დეფიციტია. რა ხელშეწყობა სჭირდებათ ფერმერებს კენკროვანი ხილის მოსაშენებლად და საქართველოსთან შედარებით რამდენჯერ ძვირი ღირს ევროპის ბაზარზე? ყველაზე დიდი ხელშემშლელი პირობა არის ის, რომ ჩვენ რაოდენობა არ აქვს. პოლიტიკური პარტია გირჩიდან თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭს მწერალი და მუსიკოსი ტორესა მოსი იყრის. რატომ წავიდა იგი პოლიტიკაში და რა პრობლემების მოგვარებას პირდება თელაველებს გამარჯვების შემთხვევაში? ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ხორბლის უხვი მოსავალი, მიზერული ფასი და მექანიზაციის პრობლემა. ქიზიხში ალოობა მიმდინარეობს. ფერმერები ამბობენ, რომ წელს ხორბლის არნახული მოსავალია, თუმცა ტექნიკის გამო მისი დაბინავება უჭირთ და მოსავალი ფუჭდება. ერთ-ერთი პრობლემა ფერმერთათვის კომბაინების სიმცირე და გაუმართავობაა. ფერმერთა ხელშეწყობის აუცილებლობაზე საუბრობენ ფერმერ ქალთა ასოციაციაშიც. შპს მექანიზატორში კი ფერმერთა პრეტენზიებს არ იზიარებენ. ალოობა და ფერმერთა პრობლემები ეკა თეთრაძისა და დავით პეტრუსაშვილის სიუჟეტში. კომბაინების არქონის გამო, პრობლემის გამო ვერ ავიღე მოსავალი ჩატვა. ილია მუსაშვილს კომბაინის ზებნაში 3 ჰექტარ ფართობზე დათესილი ხორბალი ჩაუწვა და 7000 ლარამდე ზარალი ნახა. ამბობს, რომ ახალი კომბაინები ძირითადად დიდ ფართობებზე მუშაობენ და მცირე ფერმერებს მათი დაქირავება უჭერთ. ერთადერთი გამოსავალი ძველი კომბაინებია, რომელიც შუა მუშაობის დროს ფუჭდება. კომბაინები დეფიციტი არის ჩვენ ეხლა ამჟამად კახეთში. არის ძველი კომბაინები, რომლებიც სადაც შედიან ნაკვეთში წუდება და ერთ ნაკვეთს უნდებიან, ერთი დღის საქმეს უნდებიან ერთ კვირას. ამიტომ ახალი კომბაინები არის შესული ძალიან დიდ ნაკვეთებში, ვინც ვართ ჩვენ ეს მცირე ფერმერები, მცირე ნაკვეთის მეპატრონეები, ჩვენთვის დღესდღეობით არაფერი არ არის. წლევანდელი წელიწადს არ არის ვამთავრეთ. ფერმერის განმარტებით წელს პრობლემაა ხორბლის მიზერული ფასი და გაძვირებული მექანიზაციაც. ჩაშან იყო 80 ლარი ჰექტარი, 82 ლარი წელს გახდა 92 ლარი ჰექტარი. მოსავლის აღება, მაგრამ ფაქტიურად კომბაინები არ არის. ხორბლის ფასი? ხორბლის ფასი საწყისად იყო 28 თეთრი, რომელიც ავიღო ველმა ფერმერმა გაყიდა 28 თეთრად, დღესდღეობით რაღაც რამოდენიმე თეთრით, 2-3 თეთრით არის მომატებული. რაც ეს არის ძალიან მინიმალური და 10 წელიწადს არასოდეს არ ყოფილა ესეთი ფასი. უკვე მეორე დღეა წნორში ეს დაზიანებული კომბაინი ერთ-ერთი ფერმერის ნაკვეთში დგას. მეპატრონემ სატელევიზიო კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა პირად საუბარში აღნიშნა, რომ წელს ალოობა პრობლემებით მიმდინარეობს. შედარებით გაუმართლა კონსტანტინე ჯანდარიძეს, მან ახალი კომბაინი იქირავა და ყანას მკის. თუმცა ფასი მასაც არ მოსწონს და ამბობს, რომ კილოგრამი 40 თეთრზე ნაკლები არ უნდა ღირდეს. ფერმერებს აქვს პრობლემა, რომლებსაც არ აქვს სასაწყობი მეურნეობა. ისინი იზოლებული არიან გაყიდონ ადგილიდან იაფად. მე პირადად ვასაწყობებ და ვიცი, რომ დასტაბილურდება ფასები და შემდეგ რეალიზაციას მოვახდე შემდეგ. და მისაღები ფასი მაინც რა არის, რა უნდა იყოს? ფასი სადღაცას 40 თეთრის ფარგლებში. ფერმერების პრობლემებს კარგად იცნობენ ფერმერ ქალთა ასოციაციაში. ხორბლის დაბალი ფასი, კომბაინების სიძვირე და სიმცირე. აქ ამბობენ, რომ მოსახლეობას უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება.
წინა წლებში თუ ფერმერები ჩიოდნენ დაბალ მოსავლიანობას, წელს არის უხილმოსავალი, საშუალო მოსავლიანობა არის 4 ტონა, მაგრამ სამწუხაროდ იმდენად დაბალია ხორბლის ღირებულება, ფაქტობრივად თუნდ 4 ტონა მიგიღია და თუნდ 2 ტონა ნახევარი ერთი და იგივე ღირებულება აქვს. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა მაინც არის მექანიზაციის. ჯერ ერთი ეს არის დეფიციტი კომბაინების და მეორე არსებული კომბაინების საკმაოდ სიძვირე, განსაკუთრებით ეს არის საუბარი შპს მექანიზაციის კომბაინებთან. შპს მექანიზატორში ფერმერთა პრეტენზიას არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ სულ რეგიონში 60 კომბაინი მუშაობს. დეფიციტი კი ამინდის გაუმჯობესებამ შექმნა, რადგან ხალხმა ხორბლის აღება ერთდროულად დაიწყო. მათივე განცხადებით, წელს მომსახურების ფასი კი არ გაძვირდა, პირიქით გაიაფდა. იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობაზე უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო მოსახლეობისთვის ეს კომბაინები, გაიაფდა, დავაკელით ფასი. რაც ჩვენ პარკში არსებული კომბაინები სულ მობილიზებული ყავს კახეთში, სულ გამართულ მდგომარეობაშია და გას მუშაობს მასში რა ქვია ფართობებში. წელს ქიზიყში ხორბლის არნახული მოსავალი მოვიდა. ნახევარი ჯერ კიდევ ასაღებია. წნორში შიშობენ, რომ თუ ამინდი გაუარესდება, მის დაბინავებას ვეღარ შეძლებენ და მოსავლის დიდი ნაწილი განადგურდება. საპროტესტო აქციის მიუხედავად თუშეთში მისასვლელი გზა არ გახსნილა. როგორც მძღოლები ამბობენ, დაზიანებული გზის გამო გადაადგილება შეუძლებელია, რის გამოც ტურისტული სეზონი ფერხდება. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბექა ბაიდაურის ინფორმაციით კი გზა გაწმენდილია და გადაადგილების პრობლემა არ არის. არ შეიძლება ეგეთი რაღაცა, მთელი ეს ჩვენი ორი სოფელი მაღაზია ვარ დამოკიდებული. მაგ ტურისტზე ვარ დამოკიდებული და ახედავ ერთი დღე გზა არ არის და ერთი თვე უნდება მის გაკეთებას. ეგრე არ შეიძლება კაცო. ტურისტები არ მიდიან, ეშინია უკვე. გზა არ არისო, საშიშროებაო და უყურადღებობით ეგრე ვჩებით ყველანი. არა კეთდება ხარისხი, ხარისხი არ ყოფილიყო, არ იქნებოდა ეგეთი პრობლემა. ამ ეტაპზე არანაირი მიზეზი არ აქვს, არც ძღოლს და არც არავის რომ იქ არ წავიდნენ და ტურისტი არ წავიყვნენ, იქით მინდა გითხრათ, რომ ხვალე მე თვითონ ისე მივძალები თუშეთში, ზეგ არის დაგეგმილი სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ფესტივალი და აქ ალბათ არა მარტო მე, მთავრობის სხვა წევრებიც იქნებიან წამოსული ასე, რომ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს თუშეთში გადაადგილება დღეს. კენკროვანი ხილის პლანტაციები გურჯაანში და ევროპის ბაზარზე მოხვედრის პერსპექტივა. გურჯაანში მოყვანილი მაყვალი და დამზადებული ჩირი შესაძლებელია ევროპაში ექსპორტზე გაიტანონ. კოოპერატივ გილეს დაინტერესებული პირებისგან უკვე ჰქონდა შეთავაზება, თუმცა გარიგება ხილის სიმცირის გამო ვერ შედგა. არადა ფერმერები ამბობენ, რომ პროდუქცია მოთხოვნა დიდია და საკმაოდ კარგ თანხასაც იხდიან. რა ხელშეწყობა სჭირდებათ ფერმერებს კენკროვანი ხილის მოსაშენებლად, თემით ვერაიაშვილი დაინტერესდა. ფერმერების ინფორმაციით ევროპულ და მსოფლიო ბაზარზე კენკროვან ხილზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ევროპული პლანტაციები ბაზრის სრულ მომარაგებას ვეღარ ახერხებენ და გაჩნდა იმის დიდი პოტენციალი, რომ საქართველოდანაც მოხდეს კენკროვნების ექსპორტი. ევროპულ ბაზარზე კენკროვანი პროდუქტის გატანით კოოპერატივი გილე დაინტერესდა, რომლის თავმჯდომარეც ფერმერი იზოლდა ქიტესაშვილია. მაყვალი უკვე შედის სიმწიფეში, დაახლოებით ერთ კვირაში ჩვენ უკვე დავკრებთ. ყავს შემსყიდველი. წლევანდელ სეზონზე ამერიკული წარმოშობის მაყვალის ჩესტერის პირველ მოსავალს იზოლდა ქიტესაშვილი დაახლოებით ერთ კვირაში მოკრებს, რომელსაც მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის. ამბობს, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან შემსყიდველი უკვე გამოუჩნდა. წელიწადში 100 ტონა მაყვალის გატანის პირობით, მაგრამ მოლაპარაკება ვერ შედგა, რადგან ფერმერი წელიწადში მხოლოდ 20 ტონა მაყვალის მოსავალს ელოდება. ევროპულ ბაზარზე ქართული მაყვალი რომ მოხდეს გამოსავალი, როგორც იზოლდა ქიტესაშვილი ამბობს, პროდუქტის რაოდენობის გაზრდა და ფერმერების ამ კუთხით გააქტიურებაა, რასაც მისი დაკვირვებით რამდენიმე წელი მაინც დაჭირდება. სამწუხაროდ ყველაზე დიდი ხელშემშლელი პირობა არის ის, რომ ჩვენ რაოდენობა არ გვაქვს. მოდის შემსყიდველი გვითანხმდება, მაგრამ მას უნდა სტაბილური მიწოდება. ეს არის მინიმუმ ხელშეკრულება, რომ გაგვიფორმოს და თვითონაც გააფორმოს ხელშეკრულება მარკეტებთან 100 ტონა მაინც უნდა. ყველაზე მთავარი არის, რომ რაოდენობა გავზარდოთ. გვერდში დამიდგეს ჩვენი ფერმერები, გააშენონ და ერთობლივად ვიმუშავებთ გატანაზე.
ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქტის რეალიზაციით ფერმერი იზოლდა ქიტესაშვილი სხვა მიმართულებითაც დაინტერესდა. იგი სავარაუდოდ რამდენიმე წელში ევროპულ ბაზარზე კოოპერატივი გილეს სახელით ქართულ ჩირს გაიტანს. მან გურჯაანში დონორი ორგანიზაციის USAID-ის პროექტის დახმარებით ჩირის გადამამუშავებელი ქარხანა გააკეთა. შენობა თითქმის დასრულებულია და სამ კვირაში წარმოებასაც დაიწყებს. თავდაპირველად მხოლოდ ხურმას და ქლიავს გამოაჩრობს და მაყვლის მსგავსად ჩირსაც ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის. ჩირის მოსაშრობად ხილს სხვა ფერმერებისგანაც ჩაიბარებს. მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზეც დიდია, ჯერჯერობით ჩვენ არა გვაქვს რაოდენობა, რომ გავიტანოთ რომელიმე ბაზარზე, მაგრამ ადგილობრივ ბაზარზე ნებისმიერ საქართველოში მარკეტებში, დიდ მარკეტებში ქართული ჩირი არსად არ იყიდება. ყველგან არის შემოტანილი ჩირი. ერთადერთი რაც ქართული მაყვალის და ჩირის ევროპულ ბაზარზე გატანას აფერხებს საქართველოში ამ პროდუქტის მცირე რაოდენობით წარმოება. არადა მოთხოვნა როგორც ევროპის ბაზარზე, ისე ადგილობრივზე დიდია. საქართველოში კენკროვანი მაყვალი ადგილობრივ ბაზარზე კილოგრამი თუ 4-5 ლარად არის შეფასებული, ევროპაში ის 20 евро ღირს. 39 მედალოსანი მოსწავლე გურჯაანის საჯარო სკოლებში. აქედან 24 ოქროს, ხოლო 15 ვერცხლის მედლით დაჯილდოვდება. რესურს ცენტრის მონაცემებით ყველაზე მეტი 4 ოქროს მედალოსანი კაჭრეთის საჯარო სკოლას ყავს. სოფელ გურჯაანის და მუკუზნის საჯარო სკოლებში 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალოსანია. კარდენახსა და ვაჩნაძიანის საჯარო სკოლებს კი 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალოსნები ყავს. ხოლო წარმატებულ ახალგაზრდებს სიგელები გადაეცემათ, შემდეგ კი მომღერალი ნინი ბადურაშვილი კონცერტს გამართავს. არათანაბრად არის გადანაწილებული ეს კანდიდატების რაოდენობა, მაგრამ სოფელი გურჯაანის კაჭრეთის საჯარო სკოლები 4 პერსონაჟზე თითოეული სკოლა 4 მოსწავლეზე გვიგზავნის მონაცემს როგორც მედლის კანდიდატებზე. დანარჩენი არის პირველი საჯარო სკოლა, მეოთხე საჯარო სკოლა, კარდენახის 3 მოსწავლეზე არის წარდგინება გაკეთებული და 2 მოსწავლეზე არის და თითო მოსწავლეზე არის არაშენ და ვაკურციხის საჯარო სკოლებიდან. სულ 16 სკოლაა, როგორც მოგახსენეთ ასეთი. პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში AIS-ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის შესაბამისი გარემო მოეწყო. განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გაეცნენ. მინისტრები სტუდენტებსაც შეხვდნენ და სასწავლო ლაბორატორიები და სახელოსნოები დაათვალიერეს. ესეთი ემოცია მაქვს, რომ ეს არის ის ევროპა, რომლისკენაც მივისწრაფეთ. ესე იგი, ეს არის თან ქართული ტრადიციული ყველაფერი, წარმოება, ტექნოლოგია, ვენახი, ჩემო ბატონო მარანი, ბევრი და ასე შემდეგ და თან ეს არის ადაპტირებული გარემო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის, უახლესი ტექნოლოგიები, ხალხი, რომელიც თავის საქმეზე არის უერთგულესი და შეყვარებული, ასე ვთქვათ, ამ ყველაფერზე, ეს არის ზუსტად მომავლის საქართველო. ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, გარდა იმისა, რომ არის ადაპტირებული, ეს არის უმაღლესი სტანდარტი. მე ძალიან ბევრ ევროპულ და ამერიკულ სასწავლებელში პირადად ვარ ნამყოფი და მათ შორის მისწავლია, რა თქმა უნდა, და მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად არ ჩამოვარდება თუ პირიქით არა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსახლეობა ეზიაროს ამ ინფორმაციას, მაქსიმალურად იყოს დაინტერესება და პროფესიული გადამზადება ზოგადად ეს არის პრაქტიკაში განხორციელებული ცოდნა, რომელიც როგორც წესი საქართველოში წლების მანძილზე არ იყო ხოლმე დანერგილი პრაქტიკაში და დღეს ეს ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს და კარგი იქნება თუ არავინ ამ პროცესს არ ჩამორჩა. რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჭანდარში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 860 მეტრის სიგრძის ასფალტის საფარის დაგება და 600 მეტრზე რკინა-ბეტონის კონსტრუქციით სანიაღვრი არხის მოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ პრობლემა 600 ოჯახს მოუგვარდება. პროექტის ღირებულება 310.000 ლარია. ეს გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ქვა, ღორღი, ყველაფერი როიტყვიან, აი მოჰქონდა იმას, წყალს, პატარა წვიმას რომ მოსულიყო. ძალიან დიდი კმაყოფილები ვართ, გენაცვალე ქუჩაზე რომ დააგეს ასფალტი. გაუბედურებული იყო გზა. ვაფშე ვერაფერი მოძრაობა, წვიმა მოიდო და რამე მოიდო და სახში გვიჩვიდეოდა წყალი რამე. და ძალიან კმაყოფილები ვართ. მოხდა აი ამ პროექტის კორექტირება და ეს გამოიწვია იმან, რომ სანიაღვრი არხის გაყვანის დროს აღმოჩნდა, რომ აი ამ სანიაღვრი არხის გაყვანის ადგილას
გაზის და წყლის მილები იყო ზედაპირთან ძალიან ახლოს და პროექტით გათვალისწინებული როგორც იყო იმ სიღრმის სანიაღვრე არხი ვერ მოეწყობოდა. მოხდა კორექტირება, მოეწყობა შედარებით უფრო ნაკლები სიღრმის მქონე სანიაღვრე არხი, მორჩენილი თანხა პროექტის კორექტირების შედეგად მორჩენილი თანხა კი მოხმარდება გზის დამატებითი მონაკვეთის მოასფალტებას. რეკლამა ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში არ გადართოთ ახალი სიახლეები გელით. ის წყალობითა და გურჯაანი ველისიხის მთავარ ეპისკოპოსის მეუფე ექვთიმეს ლოცვა-კურთხევით სოფელ არაშენდაში შენდება საქართველოს მნათობის კახეთის დედოფლის დიდმოწამე ქეთევანის სახელობის ტაძარი. კირაკამომდე არ არის მოქმედი ტაძარი კახეთში, უნდა დედოფალი ქეთევანის სახელობის. ამ საშვილიშვილო საქმეში მთელი საქართველო და მთელი კახეთი უნდა ჩაებას, რადგან დედა ქეთევანი არის ყოველი ბუდე ქართული ოჯახის მფარველი, ჩვენი ღირსების სიწმინდე და მშვენება. ნუ დამასწრებთ და რაც გინდა ეს მოყავთ. ამაზე ბედნიერება რა უნდა იყოს. სოფელს უნდა, მაგრამ დომა ეს არის ერთად დგომა. დაუდეთი გვერდით ამ საშვილიშვილო საქმეს. გადაარჩინე შენი წილი საქართველო. დარეკეთ მაგთიდან და ბილაინის ქსელიდან 091701 ლიბერტი ბანკში გახსნილია ანგარიში. 1871 ახალი ბავარიული ლუდი ნამდვილი მეგობრებისთვის. ჰუალინგი თბილისის ზღვის ახალი ქალაქი. იცხოვრე ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. გადაიხადე ღირებულების 10% და გადმოდი ახალ ბინაში. დაგვიკავშირდით 2-77-88. მშრალი გაყინვა? არანაირი პრობლემა. გორენიეს მაცივრების მშრალი ყინვის ტექნოლოგია იცავს თქვენ საკვებს ზედმეტი გაყინვისგან. შეიძინეთ ელიტ ელექტრონიკში 1199 ლარიდან. მობილური ინტერნეტი მაგთის ხარისხით. აგრო საწარმო და ფერმერთა გადამზადების ცენტრი ქართული სოფელი, რომელიც მდებარეობს ცხეთის რაიონის სოფელ ქსანში. შეგასწავლით კალმახის სოკოს მოყვანას საოჯახო პირობებში. გაგიწევთ კონსულტაციას თქვენი მეურნეობის დაგეგმარებაში. ჩაეწერეთ სოკოს მოყვანის შემსწავლელ უფასო კურსებზე და დაიწყეთ მაღალმომგებიანი საოჯახო ბიზნესი. გაგვიკავშირდით ტელეფონზე 597 05 04 58. დაიწყე მოქმედება. მოიყვანე სოკო. მიიღე შემოსავალი. სოფელი. ეს არის ადგილი, სადაც ყველაფერი ნამდვილია. ადგილი, სადაც ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე იწყება ცხოვრება. ადგილი, სადაც დაუღალავად შრომობენ და თავისი ხელით ქმნიან ყველაფერს. აქ ყველა საქმეს თავისი განსაზღვრული, ზუსტი დრო აქვს. თითოეულ საათს, თითოეულ წუთს აქვს მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ საქართველოს 30-ზე მეტ სოფელში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდა. სოფლის მოსახლეობას მიეცა საშუალება დაზოგოს დრო და ადგილზე სოფლიდან გაუსვლელად დაარეგისტრიროს მიწა, აიღოს პასპორტი, ელექტრონული პირადობის მოწმობა და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ისარგებლოს უკაბელო ინტერნეტით, ელექტრონული ბიბლიოთეკით და საკონფერენციო დარბაზით. საზოგადოებრივი ცენტრი. მიიღე 200-ზე მეტი სერვისი სოფლიდან გაუსვლელად. შეიძინეთ ბინები მეტროპარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე კარკასი $21,000 და მეტრო სამგორის მიმდებარედ მწვანე კარკასი $12,900. ტელეფონი 595 42 68 68.
შეუერთდით 9 მილიონ ადამიანს, რომელმაც მაგთისადი უკვე აირჩია. მაგთისადი ყველგან საქართველოში. ხვალიდან დიეტას ვიწყებ. ალბათ ხვალიდან დავიწყებ დიეტას. ბეკოს ახალი მაცივრები ევროფრის პლუს ტექნოლოგიით. ხილი და ბოსტნეული ახალი ვითინახება 30 დღემდე. დამითმობ, დიეტაზე ვარ. თქვენი ყოველდღიურობის ოფიციალური პარტნიორი. შეიძინეთ ბეკოს მაცივარი და მიიღეთ 20%-მდე პასდაკლება. საჯმა თამაშგარე დააფიქსირა. ჩანაფიქრი ძალიან კარგი იყო, თუმცა გამეორების გარეშეც აშკარაა, რომ თამაშის წესები დაირღვა. ყველგან ფეხბურთია, ატახტართან ერთად. შავი სედანი, სიჩქარე დაახლოებით 80 კმ/სთ. სკოლის მოსწავლეები. ასაკი 11-12 წელი. მანძილი შუქნიშნამდე 50 მეტრი. შუქნიშანზე ჩაერთო მწვანე შუქი. სკოლის ყურადღება გაფანტულია. შეჯახების ალბათობა მაღალია. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა. შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის. ულტრათანამედროვე, მრავალპროფილური ISO სტანდარტის კლინიკა N-Medici. გთავაზობთ სრულ ამბულატორიულ და ლაბორატორიულ მომსახურეობას. თვალის, ფარისებრი ჯირკვლის, მუცლის ღრუს ქირურგია, გინეკოლოგია, მამოლოგია და ენდოკრინოლოგიური სტაციონარი. კლინიკა N-Medici. კლასიკური მედიცინა, პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება. N-Medici. წინანდლის 9 2 77 40 00. N-Medici. არაყიშვილის 2 2 22 40 45. რას არ ნახავ? კარგო პლატინუმი. შეიძინეთ ბინები მეტროპარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე კარკასი $21,000-დან და მეტრო სამგორის მიმდებარედ მწვანე კარკასი $12,900-დან. ტელეფონი 595 42 68 68. იგებს ის, ვინც თამაშობს. მომგებიანი მოედანი Elite Electronics-ის ყველა მაღაზიაში. ჩაერთე ევროპის ჩემპიონატის პარალელურად ჩვენს სახალისო აქციაში. შეიძინე ტელევიზორი და გააყოლე ხელს, რასაც მოიგებ. მოუგე Elite-ს $5,000 და უყურე საყვარელი გუნდის თამაშს ახალ ტელევიზორში. ჰუალინგი, თბილისის ზღვის ახალი ქალაქი. ახალი ოპტიმალურად დაგეგმარებული 1-2 და 3 ოთახიანი ბინები. დაგვიკავშირდით 277 88 88. მე მფრინავი ვარ. ბავშვობაში ვოცნებობდი ფრენა შემძლებოდა. ერთხელაც ოცნება ამიღდა. ბევრს დავფრინავ, ბევრ ქვეყანაში. პროფესია ცხოვრების მეგზურით ნაპოვნინა. ხშირად მოგზაურობ. ზოგჯერ ჩვენი გზა იყოფა, თუმცა კავშირს სულ ვინარჩუნებ. საქმე ბევრს ფიქრობ და მეგობრებთან ურთიერთობაც მუდამ მჭირდება. ჩემი ადგილი ვიცი და ისიც ვიცი რა მიადვილებს ცხოვრებას. გააგრძელე მაგთიკომის ინტერნეტით სარგებლობა უცხოეთშიც. შეიძინე როუმინგის ინტერნეტ პაკეტები 5 ლარიდან და იყავი ყოველთვის ონლაინ. მაგთიკომი, დაბალი ტარიფები როუმინგში ახლა უკვე ხვალიდან დიეტას ვიწყებ. ალბათ ხვალიდან დავიწყებ დიეტას. ბეკოს ახალი მაცივრები ევროფრის პლუს ტექნოლოგიით. ხილი და ბოსტნეული ახალი ვითინახება 30 დღემდე. დამითმობ, დიეტაზე ვარ. თქვენი ყოველდღიურობის ოფიციალური პარტნიორი. შეიძინეთ ბეკოს მაცივარი და მიიღეთ 20%-მდე პასდაკლება. მაგთიკომის საერთაშორისო ტარიფი ჩემი მსოფლიო. ეკონტაქტე მსოფლიოს 15 ქვეყანას წუთში 15 თეთრად. ჰუალინგი, თბილისის ზღვის ახალი ქალაქი. შეიძინე მარტივად 10 წლიანი სესხი ხელფასის ცნობის გარეშე. დაგვიკავშირდით 277 88 88. თანამედროვე პროექტით ნაგები ერთადერთი 6 სართულიანი და 30 ბინიანი სახლი ქალაქ გურჯაანში. ხარისხი მაღალი, ყველა კომუნიკაციით, ლიფტით, ინტერნეტით. ქალაქი გურჯაანი, ნომეშვილის 11, მობილური 599 55 52 58. დაიბედეთ ახალმოსახლეობა მყუდრო გარემოში.
სადაზღვევო კომპანია ალდაგმა მოსავლის დაზღვევა უკვე დაიწყო. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მესამე ეტაპი ფერმერებს გაუმჯობესებულ სადაზღვეო პირობებს თავაზობს. ყველა ფერმერს, ვინც 1-დან 5 ჰექტრამდე ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს, შესაძლებლობა ეძლევა დააზღვიოს მოსავალი ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული რისკებისგან. განადგურდა თითქმის 75% მოსავლის, აგროდაზღვევით, რომელიც ძალიან დამეხმარა ამ შემთხვევაში. მაყოფილი ვარ, თანხა უკვე გადმორიცხულია. მომავალ წლისთვის პროემზადები, უკეთესად უფრო წინ წავით. მეც დავაზღვია ალდაგში, იმიტომ რომ ხოდა ის ისადმი დინდობა კომპანიისადმი. უნდა ვენდე და აღწერეს. უშლები იყვნენ თბილისიდან შეამოწმეს ყველაფერი და 85% გააკეთეს ზარალზე. განახლებული პროგრამის ფარგლებში ფერმერებს სადაზღვეო პრემიის 70-80% სახელმწიფო დაუფინანსებს. სუბსიდირება 50-დან 60%-მდე გაიზარდა ვაზის დაზღვევის შემთხვევაშიც. სადაზღვეო კომპანია ალდაგი ფერმერებს საქართველოს ბანკთან და მიკროსოფინანსო ორგანიზაცია კრედოსთან ერთად დარჩენილი პრემიის გადახდის გამარტივებულ და მუქნილ სქემას თავაზობს. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თქვენ შეძლებთ დააზღვიოთ მარცვლეული, პარკოსანი, ბოსტნეული, ბაღჩეული, კენკროვანი, კაკლოვანი და სუბტროპიკული კულტურები, ხეხილი, ციტრუსი და წითელ და თეთრყურძნიანი ვაზის ჭიშები. არგო შეივსე ცხოვრება. ჰუალინგი თბილისის ზღვის ახალი ქალაქი. იცხოვრე ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. გადაიხადე ღირებულების 10% და გადმოდი ახალბინაში. დაგვიკავშირდით 2-77-88-88. როუმინგი, მაგთის, ვალის და ბანის მომხმარებლებისთვის უკვე ძალიან იაფია. იმოგზაურე საზღვარგარეთ შენივე ნომრით. სერვისი მოგზაურის ჩართვა უფასოა და არც დეპოზიტი სჭირდება. შემავალი ზარი წუთი 10 თეთრიდან. გამავალი ზარი წუთი 30 თეთრიდან. მოგზაურის ჩასახთავად აკრიფეთ. ფიფთი 1-2-3 დიეზი ოკეი. კავშირი თქვენ სამყაროს. ახალგაზრდა პროფესიონალი სტომატოლოგებიდან დობის მაღალი ხარისხი, თერაპიული, ქირურგიული, ორთოპედიული და ორთოდენტური მომსახურება. თავისუფლების 12 ყოველდღე კვირის გარდა თქვენ გელით სტომატოლოგიური კლინიკა გურჯაანში. პორტალი MyMakti ეს არის Maktis ოფისი შენს მობილურში, საიდანაც შეძლებთ, შეიძინო და ავტომატურად განაახო ნებისმიერი პაკეტი. შეავსო ანგარიში, გადაიხადო ბარათით და სხვა. დარეკე 20-ზე და SMS-ით მიიღე MyMaktis გადმოსაწერი ბმული. MyMakti უახლესი ტექნოლოგიები Maktis ხარისხით. ჰუალინგი თბილისის ზღვის ახალი ქალაქი. ახალი ოპტიმალურად დაგეგმარებული 1-2 და 3 ოთახიანი ბინები. დაგვიკავშირდით 2-77-88-88. პოლიტიკური გაერთიანება გირჩიდან თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭს მწერალი და მუსიკოსი ტორესა მოსი იყრის. იგი პროფესიით იურისტია. ტორესა მოსი თელავში დაიბადა და გაიზარდა და ამბობს, რომ აქაურების პრობლემებს კარგად იცნობს. თუ რა სპირდება ამ მომრჩეველს გამარჯვების შემთხვევაში, ამაზე დეტალურად თავად გვიამბობს. ტორესა, დიდი მადლობა, რომ ჩვენს გადაცემაში იღებთ მონაწილეობას. პირველ რიგში ალბათ მაყურებელს აინტერესებს მწერალმა და მუსიკოსმა რატომ გადაწყვეტეთ პოლიტიკაში წასვლა და რატომ უნდა მოგცეთ ხმა ამ მომრჩეველმა თქვენ და არა სხვა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ დაინტერესდით და ჩამხდეთ გადაცემაში. პირველ რიგში ჩემი мотиваცია რამდენიმე რაღაც ეფუძნებოდა, როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებდი. მე მაქვს გარდა იმისა, რომ ვარ მწერალი და მუსიკოსი, პროფესიით ვარ იურისტი და ბევრი წლის მანძილზე მუშაობდი მესამე სექტორში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. გარდა ამისა, უკვე მე კერძო სექტორშიც მუშაობდი ბევრი წელი და ვიყავი ძალიან აქტიური მოქალაქო აქტივისტი წლების მანძილზე, ერთ-ერთი ყველაზე ესეთი გახმაურებული, ასე ვთქვათ, აქტივობა, რომელშიც ვიყავი აქტიურად ჩაბმული, იყო 2 ივნისის მოძრაობა, 2 ივნისის კამპანია მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ, რამაც რაღაც გარკვეული შედეგები მოიტანა და ამ ეტაპზე უკვე მე ჩავთვალე, რომ
შეიძლება რომ მე გადავიდე აქტიურ პოლიტიკაში და ვიყო თელავის წარმომადგენელი პარლამენტში, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ თელავს სჭირდება აქტიური ადამიანი მაჟორიტარ დეპუტატად, რომელსაც შეუძლია საკუთარი ქალაქის ინტერესების დაცვა ყველა დონეზე, მათ შორის ბიზნესის დაინტერესება, რომ მოიზიდოს მაგალითად ინვესტიციები, რომ გაჩნდეს მეტი სამუშაო ადგილი, ხელი შეუწყოს გლეხებს იმისთვის, რომ მათ მაქსიმალურად აითვისონ, მაქსიმალურ სიკეთე მიიღონ ასოცირების შეთანხმებიდან და არა მხოლოდ და ამავდროულად შეუძლია, რომ თელავს აი ეს კულტურული პოტენციალი, რომელიც აქვს ჩვენ ქალაქს, ის კულტურული ტრადიციები, რომელიც აქვს ჩვენ ქალაქს, გაგრძელდეს და ბავშვად თელავი გადაიქცეს საფესტივალო ქალაქად, რაც ძალიან დიდ სტიმულს მისცემს თავის მხრივ ტურიზმის განვითარებას და შესაბამისად დადებითად აისახება ეკონომიკაზე. აქედან გამომდინარე, გირჩი არის პარტია, რომელიც დაეფუძნა არა პოლიტიკურ კონიუნქტურას, არამედ იდეებს და ღირებულებებს, მე ჩემი თავი დავინახე სწორედ აქ გირჩში, ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ ამ პარტიის და შესაბამისად ზუსტად ამ პოზიციიდან დავიწყებ მე მუშაობას თელავში. ტორესა, თუ ხვდებით ხალხს და რა პრობლემები იკვეთება, რისი მოგვარება სურს თელაველებს პირველ რიგში? მოსავალებელი არ ბევრი რამ, მე ადამიანებს ყოველთვის ვხვდები თელავში, იქიდან გამომდინარე რომ მე თელავიდან არასდროს წავსულვარ, ავიბადე გავიზარდე, სკოლა მან დაამთავრა, უნივერსიტეტი მან დაამთავრა, წლები თელავში მუშაობდი. აქედან გამომდინარე, ჩემი შეხვედრები მაინც პოლიტიკოსის ამპლუაში ჯერ არ დამიწყდა ეს აქტიურად საარჩევნო კამპანია, მაგრამ ყოველთვის ვხვდები ადამიანებს. პრობლემებს რაც შეეხება ბოლო წლებში თელავი გახდა ძალიან ესეთი გაჩერდა თითქოს მოძრაობა ქალაქში რაღაცები არ ხდება, რაც შეიძლება რომ ხდებოდეს. ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა ზოგადად, იმიტომ რომ წლების მანძილზე ჩვენ ვირჩევდით სხვა ადამიანებს, ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ ძალიან კარგები, დილობიანები და რაღაც, მაგრამ რეალურად ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატების ხმა პარლამენტში ჩვენ არასოდეს არ გაგვიგია. აქედან გამომდინარე ეს იქცა სერიოზულ პრობლემად თელავისთვის, იმიტომ რომ ყოველთვის, როდესაც ჩვენ გვჭირდებოდა მხარდაჭერა, როდესაც ჩვენ გვჭირდებოდა ჩვენი ქალაქის ასე ვთქვათ პრეზენტაცია სხვადასხვა დონეზე, ჩვენ ესეთი ადამიანი არ გვყავდა. ამან მოიტანა ის, რომ თელავში კულტურული ცხოვრება ნელ-ნელა ჩაქრა, ახალგაზრდები არიან მხოლოდ გაქცევაზე ორიენტირებულები და ერთადერთი მოტივაცია აქვთ, რომ სადმე წავიდნენ ან საზღვარგარეთ, ან სხვა ქალაქში, იმიტომ რომ უნივერსიტეტში ცალკე პრობლემებია, თელავში ხარდაჭერა არ აქვს შესაბამისი, რაც უნდა გქონდეს და ასე შემდეგ. ან ბევრი პრობლემა დაგროვდა, რომელსაც ჭირდება გადაჭრა. რომელსაც ჭირდება აქტიური ადამიანი, რომელსაც შეუძლია ამ პრობლემებთან გამკლავება. ჩვენ ხშირად ვატარებთ ხოლმე გამოკითხვებს და იკვეთება, რომ ხალხს ნდობა აქვს დაკარგული და აღარ სჯერა პოლიტიკური პარტიების დაპირების. თქვენ როგორ მოახერხებთ ამ მომრჩევლის დარწმუნებას, რომ თქვენი დაპირებები რეალური იქნება და შესრულებადი? მარტო გეტყვით, ჩვენ დაპირებებში არ არსებობს არაფერი არარეალური და ყველა ფერი ის, რაც ჩვენ ვამბობთ, არის დაფუძნებული კონკრეტულ რიცხვებზე, კონკრეტულ დათვლებზე და ყველა აღიარებს იმას, რომ გირჩს ყავს ყველაზე კომპეტენტური ეკონომიკური გუნდი. იმდენად კომპეტენტური ეკონომიკური გუნდი, რომ მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, რომ დაამსხარიყავენ ჩვენი ეკონომიკური გუნდის წევრები სხვა პარტიების ეკონომიკური გუნდის წევრებთან დებატებში, ამ დებატებს ყველა გაუგვის. გარდა ამისა, ჩვენ დავიწყეთ საუბარი გადასახადების შემცირებაზე, ჩვენ დავიწყეთ საუბარი ბიუროკრატიის შემცირებაზე და იმდენად მყარი არგუმენტები გქონდა, რომ დღეს თითქმის ყველა პარტიის ეკონომიკურ, ასე ვთქვათ, პროგრამაში თქვენ ნახავთ, რომ ისინი ერთმანეთს ეცილებიან ამაზე ლაპარაკს. ანუ სანდობას ქმნის კომპეტენცია. ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ ყველა მიმართულებით გვყავს ყველაზე კომპეტენტური გუნდი. აქედან გამომდინარე, ადამიანებს ერთადერთი რაც ადამიანებმა უნდა გააკეთონ ამ შემთხვევაში არის ის, რომ მოისმინონ, შეაფასონ თვითონ და მე მგონია, რომ თუ ადამიანები მოისმენენ, თუ დაინახავენ ჩვენ ეკონომიკურ პროგრამას და ზოგადად ჩვენ მიდგომებს, ისინი ძალიან მარტივად დარწმუნდებიან იმაში, რომ არაფერი არ არის რეალური, ასე იმაში, რაც ჩვენ ვამბობთ, არ არის. პირადად ჩემ დაპირებებს რაც შეეხება, პრინციპში ამას დაპირებას ვერც დავაქმნოდი, ანუ ეს არის ძალიან მარტივი რამ ფუნქცია, რომელიც მაჟორიტარმა დეპუტატმა შეასრულოს და ამას ჭირდება კონკრეტული პიროვნული უნარები, რომელიც მე მგონია, რომ დავამტკიცე, რომ აქვს მრავალი წლის სხვადასხვა სფეროში მუშაობის შედეგად. თუმცა რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ამ მომრჩეველი იღებს გადაწყვეტილებას და მისი საწყვეტია გამოუცხადოს ნდობას კიდევ ერთხელ
ადამიანებს, რომლებსაც არაფერი არ აქვს უკან გარდა იმისა, რომ ვიღაცებს იცნობენ და რაღაც პოლიტიკურ პარტიაში მოხვდნენ, თუ გამოუცხადნენ ადამიანს, რომელსაც აქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი რეალურად აქციოს. მას შემდეგ, რაც პოლიტიკური პარტია გირჩი შეიქმნა, ისმის ბრალდებები, ზოგი ამბობს, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის სატელიტი პარტია, ზოგი ამბობს, რომ გირჩს ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, რას უპასუხებთ ასეთ ბრალდებებს და ვინ გაფინანსებთ? ჩვენ დაფინანსების შესახებ წყაროები არის აბსოლუტურად ღია. ეს დევს აუდიტის სამსახურის დასკვნაში, გამოაქვეყნა ნეტგაზეთმა, ჩვენ გვაფინანსებს არაერთი ბიზნესმენი, გვაფინანსებენ ჩვენივე წევრები, ან შემომწივროები არიან ამავდროულად პარტიის წევრებიც. ამაში არაფერი არის დასამალი და დასაფარე. პასუხი მგონია მან ზუსტად ეგ, რომ დავუშვათ ნაციონალები ვართ რაღაც ბიზნეს მოსყიდული ხალხი და ოცნებისთვის ჩვენ ვართ რაღაც მიშასგან მართული ძალა. ეს რა თქმა უნდა აბსურდია და სისულელეა. უბრალოდ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ სამყარო და საქართველოს ცხოვრება დღევანდელი თვალინდელი არ ტრიალებს ამ ორ პოლუს შორის, რომლებსაც ქვიათ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი და საერთოდ არ არიან ეს ადამიანები რაღაც პოლუსები. გირჩი არის კიდევ ერთხელ ვამბობ იმ ადამიანებს გაერთიანება, რომლებსაც გვაქვს საერთო ღირებულებები, საერთო ფასეულობები და საერთო იდეები. რაც შეეხება ამ ბრალდებას ვიქნებოდი თუ არა მე პარტიაში, რომელსაც დავუშვათ აკონტროლებს ნაციონალური მოძრაობა ან ქართული ოცნება, ხო ვინც მე მიცნობს, ვინც ჩემი წარსული იცის და ვინც იცის რა მხელა გზა მაქვს გავლილი იგივე ადამიანების უფლებების დაცვაში, იგივე პოლიტიკურ პარტიების მიერ ჩადენილ და ერთ სიმახინჯესთან ბრძოლაში არ მგონია რომ მას კითხვა ქონდეს ვიქნებოდი თუ არა მე გირჩი აქ რომ რაღაც მსგავსი ხდებოდეს. რა თქმა უნდა აბსურდია, რა თქმა უნდა სისულელეა და მე მგონია რომ ზუსტად იმიტომ რომ ჩვენ ოპონენტებს ასე ვთქვათ არ აქვს სხვა არგუმენტები ჩვენი ხედვების წინააღმდეგ, ისევ ამას ჩამოეკიდნენ რაღაც კონსპირაციის და შეთქმულების თეორიას. ტორესა, თუ გაქვთ ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის გარდა კიდევ ვინ ყავთ კონკურენტები სხვა პოლიტიკური პარტიებიდან და თქვენი შეფასებით გამარჯვების რა შანსი გაქვთ? რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ თელავი გამომიცხადებს ნდობას და მე ვფიქრობ, რომ მე და ჩემი ხალხი ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ და მე ყოველთვის ვიყავი ამ ხალხის ნაწილი და ვაპირებ თავში ამ ხალხის ნაწილად და ვიქნები ზუსტად ისეთივე მარტივად მიწდომადი, როგორც ვიყავი ყოველთვის და ღია. მგონია, რომ ეს თემა ძალიან კარგად იცის და ამიტომ მგონია, რომ ისინი ნდობას გამომიცხადებენ. სხვა კანდიდატებზე არ ვიცი, არ ვქობ ინფორმაციას, იქიდან გამომდინარე, რომ ამ პარტიების მთელი პრობლემა ზუსტად ეგ არის, რომ სადღაც ცენტრში ვერ ერკვევიან ხოლმე ვინ უნდათ თვითონ წარმომადგენლება. და როგორც წესი, მერე მათი წარმომადგენლებიც არიან მათი წარმომადგენლები თელავში და არა თელავის წარმომადგენლები იქ და მე ვიქნები თელავის წარმომადგენელი გირჩშიც და მე ვიქნები თელავის წარმომადგენელი პარლამენტშიც თუ ამ ნდობას გამომიცხადებს შემდეგ. დიდი მადლობა, გვერდთვებოდა პოლიტიკური პარტია გირჩის თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ტორესა მოსი. 71 ეკომიგრანტ ოჯახს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლებს და მიწის ნაკვეთს სიმბოლურ ფასად ერთლარად საკუთრებაში გადასცემს. ეკომიგრანტი ოჯახებისთვის 2005-2009 წლებში სახელმწიფოს მიერ შესყიდული სახლების დაკანონების მეორე ეტაპი დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით წლების განმავლობაში არსებული ეკომიგრანტების პრობლემის ეტაპობრივად მოგვარებისთვის სახელმწიფო კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. დღეს სიმბოლურ ფასად ერთლარად გადაეცემა 71 ეკომიგრანტ ოჯახს ეს სახლი და მასთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში. ეს არის კახეთის რეგიონში 44 სახლი და მიწის ნაკვეთი და ქვემო ქართლის რეგიონში 27 სახლი და მიწის ნაკვეთი. უკვე მიმდინარე წელს 302 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში სახლი მიწის ნაკვეთით. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი არასამთავრობო ორგანიზაცია სიდასა და ქია საერთაშორისო კავკასიაში შორის. დოკუმენტს ხელი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ლაგოდეხში მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთის კარსა და ფონაში მცხოვრები ეკომიგრანტების სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას. პროექტის ფარგლებში სიდა უზრუნველყოფს საოჯახო ბიზნესის სერვისების განვითარებას და მათი მფლობელების უნარების გაძლიერებას. ასევე სოფლად მცხოვრები
ქალების შემოსავლების გაზრდას. ქია კი სიღარიბის შემცირებას, დასაქმების მაჩვენებლის გაზრდას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის სხვადასხვა აქტივობებს განახორციელებს. სიდას და ქიას პროექტები მიგრაციის მართვის გაუმჯობესება, ეკომიგრანტების ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაძლიერების გზით და სოფლის თანამონაწილეობითი განვითარება ევროკავშირმა დააფინანსა. ეს გახლავთ პროექტი ეკომიგრანტ ქალთა მხარდაჭერის პროგრამა, რომელსაც სიდა განახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. ამ შემთხვევაში ქია საერთაშორისო კავკასიაში მისი ფუნქცია გახდათ სიდას დაკავშირება ადგილობრივ სათემო ჯგუფებთან ლაგოდეხის სხვადასხვა სოფლებში და სწორედ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევეცდებით, რომ ადგილზე გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერა მოხდეს. ძირითადად ჩვენ ამ სოფლებში ხელს უწყობთ ეკომიგრანტი ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას მცირე გრანტების საშუალებით. გვაქვს ინფრასტრუქტურული კომპონენტი და თვითმმართველობებთან ერთად ვცდილობთ მოვაგვაროთ რამდენიმე პრობლემა, რომლებიც ამ სოფლებს გააჩნიათ ინფრასტრუქტურული კუთხით და ვცდილობთ, რომ რაღაც პრობლემები გამოვავლინოთ ეკომიგრანტებს, რაც აქვთ და წარმოვაჩინოთ ის როგორც თვითმმართველობის, ასევე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტებიდან კახეთში არის დედოფლის წყარო, სიღნაღი და ლაგოდეხი. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი წინასაარჩევნო პერიოდის სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში მიმდინარეობას. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მაქსიმალურად უნდა მოხდეს თავიდან აცილება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ჩვენი მოწოდებაა, რომ მაქსიმალურად მშვიდობიან გარემოში ჩავატაროთ, ღირსეულად ჩავატაროთ ეს არჩევნები. მინდა დავამატო ამ განცხადებაზე შემდეგი, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ამ პროცესის გამჭვირვალობა. ამიტომ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანია, განსაკუთრებით მინდა ვთქვა, რომ ოპოზიციისთვის წინასაარჩევნო კამპანია უნდა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა, მართველი ძალის წინასაარჩევნო კამპანიასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი ამ პროცესის გამჭვირვალობას. დღესვე მთავრობის სხდომაზე ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცის შექმნაზე იმსჯელეს. სტრატეგიის დამტკიცებასთან ერთად იქმნება უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ხუმსიშვილი უხელმძღვანელებს. ჯგუფის მუშაობაში აქტიურად იქნება ჩართული იუსტიციის სამინისტრო. მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ერთიანი სივრცე, როგორც ფიზიკური, ასევე ციფრული სივრცე, რათა ეს მომსახურებები იქნას მაქსიმალურად ეფექტიანად მიწოდებული, სახელმწიფო გახდეს უფრო მეტად სერვისებზე ორიენტირებული და რა თქმა უნდა ეს ითვალისწინებს კიდევ უფრო მეტად მომხიბლავი ბიზნეს გარემოს შექმნას. მიზანი ამისი არის უფრო მეტად მომხიბლავი ბიზნეს გარემოს შექმნა ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობის შექმნა ამ მიმართულებით, რათა კიდევ უფრო შემცირდეს კორუფციის რისკებიც, მათ შორის ამ სერვისების მიწოდების დროს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის მერიის 5 თანამშრომელი დააკავა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტი დაადგინეს. გამოძიების ინფორმაციით თბილისის მერიის აი თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ლიფტების ტექნიკური ზედამხედველობის თანამშრომლები მათთან კავშირში მყოფი კერძო პირების სახელზე რეგისტრირებული ფირმების მეშვეობით ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ. სამუშაოების არაჯეროვნად დასრულების შემდგომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ახდენენ საბოლოო ხარჯ-დაღწევის ფორმალურების ჩაბარებას, თითქოს და აღნიშნულმა კომპანიებმა შეასრულეს ხარჯ-დაღწევებში მითითებული სამუშაოები, რასაც შესაბამისი ბეჭდით და ხელმოწერით ადასტურებდნენ. აღსანიშნავია, რომ სამსახურებრივად სწორედ მათ ევალებოდა შემსრულებელი ფირმის მიერ შედგენილი წინასწარი ხარჯ-დაღწევის შემოწმება, სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობა და ტექნიკური კონტროლი. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, რასოლოგიური დასკვნითა და საფინანსო სამეურნეო რევიზიის ფარგლებში შესწავლილი დოკუმენტაციის თანახმად,
ქალაქ თბილისის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარეობს მხოლოდ 9 ლიფტის შეკეთებისათვის ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენს 13,174 ლარს. გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მეორე ნაწილის აკვეპუნქტით. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო. საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა პირებისა და ახალი გარემოებების გამოვლენის მიზნით. სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მეორე მოსმენით კენჭისყრისას ჩააგდო. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ასეთ ქმედებაზე ფულადი სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა, მხარი მხოლოდ 22-მა დეპუტატმა დაუჭირა. მის წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 9 წევრმა მისცა, შესაბამისად პროექტი ჩავარდა. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით ამერიკის შეერთებულ შტატებში სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია. ამის შესახებ BBC ფონდის ანგარიშზე დაყრდნობით წერს. ფონდის ინფორმაციით ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველი მე-7 მოქალაქე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ანგარიში ნათქვამია, რომ სიღარიბის პრობლემების მოსაგვარებლად ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ზომები დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვაშინგტონს ურჩევს გაზარდოს მინიმალური ხელფასი ზღვარი და მეტი ინვესტიცია ჩადოს განათლების სფეროსა და სოციალურ პროგრამებში. თურქეთი გერმანულ დელეგაციას სამხედრო ავიაბაზა ინჯილ-ლიგზე ჩასვლის უფლებას არ აძლევს, როგორც დასავლური მედია იტყობინება, გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დელეგატებთან ერთად ავიაბაზაზე ვიზიტს მომავალ თვეს გეგმავდა, თუმცა თურქეთის ხელისუფლებას თანხმობა ამ დრომდე არ მიუღია. ინჯილ-ლიგის ავიაბაზაზე ამჟამად 250-მდე გერმანელი სამხედრო იმყოფება. საერთაშორისო კოალიცია ავიაბაზას დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს პოზიციის დაბომბვისთვის იყენებს. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა კი ევროკავშირი კვლავ გააკრიტიკა. მისი განცხადებით, ევროპელი ჩინოვნიკები თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეფერხებას იმის გამო ცდილობენ, რომ თურქეთი მუსლიმური ქვეყანაა. ერდოღანმა არ გამორიცხა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე რეფერენდუმს ჩაატარებს. მისივე თქმით, თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების პროცესის შეფერხება ადასტურებს, რომ ბრიუსელი სანდო პარტნიორი არ არის. ახლა კი საინტერესო ამბები, რომლებიც პალიტრა ნიუსმა და პალიტრა TV-მ გაავრცელა. იაპონიის პოპულარული კვლევების ეროვნულ ინსტიტუტში მეცნიერებმა სიცოცხლე აჩუქეს მიკროსკოპული ზომის ცოცხალ არსებას, რომელსაც ნელა-მავალს ან წყლის დაცვს უწოდებენ. ეს მსოფლიო მეცნიერების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ცოცხალი ორგანიზმის გაცოცხლება ხანგრძლივი გაყინვის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ორი ნელა-მავალი 1983 წლიდან -20 გრადუსზე იყო გაყინული. პირველი გაცოცხლებიდან 20 დღეში დაიღუპა, მეორე კი გადარჩა და რამდენიმე კვირაში კვერცხებიც კი დადო. სკოლის მოსწავლე 14 წლის გაბი შული, რომელსაც იშვიათი ძვლის სიმსივნის გამო მარჯვენა ფეხი მოკვეთეს, ბალეტის მოცეკვავე გახდა. მიუხედავად სირთულებისა, თინეიჯერმა სირთულების გადალახვა შესძლო და არ დანებდა. გაბი 9 წლის იყო, როდესაც შეიტყო, რომ მას სიმსივნე ჰქონდა და ფეხის ამპუტაცია უნდა გაეკეთებინათ, რაც მის საბალეტო კარიერას ბოლოს მოუღებდა, მაგრამ ინოვაციური ოპერაციის დახმარებით 5 წლის შემდეგ გაბი კვლავ ორივე ფეხზე მყარად დგას და ბალეტსაც ეკავს. დღის სხვა ამბები. მოდელი თაკო ნაცლიშვილი დღითი დღე პოპულარული ხდება. მისი შესაძლებლობები უსაზღვროა. ქართველი მოდელით არაერთი ცნობილი ბრენდის წარმომადგენელი ინტერესდება. ამჯერად თაკო იტალიური ვოგის სარეკლამო რგოლში გამოჩნდა. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უნიკალური პროექტის ქართული მონეტების ოქროს კოლექცია პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას გახდეს წიგნ ალბომის მფლობელი და თვეში ერთხელ პირად კოლექციას თითო მონეტა შეჰმატოს. პრეზენტაციაზე ყველა სტუმარი საჩუქრად პირველი მონეტის ასლს მიიღებს. პროექტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გამომცემლობა პალიტრა ელისა და კვირის პალიტრის მიერ განხორციელდა. სამტრედიის საფეხბურთო ნაკრებმა სლოვენიური შეკრება ბუქარესტის დინამოსთან ტრიუმფით დაასრულა. ცეცაძის გუნდმა მეტოქე დიდი სხვაობით 5-1 დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ჩვენებურებმა ბალკანეთში პირველი სპარინგი ალბანურ კუკეშთან გამართეს და ის მატჩი დიდი სხვაობით 4-0 მოიგეს. ამინდი ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო გამოშვების განმეორებით ნახვა ხვალ დილის 10-ზე შეგიძლიათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტი ტელეკომპანია გურჯაანი. გუყურეთ სილქნეძე, მაგთისაცა და მაი ვიდეოზე. ახალი ამბები დღეს მე ნინო სამნიაშვილმა გაგაცნეთ. გემშვიდობებით ორ შაბათამდე ნახვამდის.